რთული ეზოში შემოსვლა, სადაც მთელი ბავშვობა ვიღაც გელოდებოდა და კარს გაგიღებდა და ეხლა მოდიხარ და ცარიელია სახლი. ძალიან დიდი დროა 20 წელი. როგორც კი დედა წავიდა, იმ ზამთარს ყვავილები გახმა. რაღაცნაირი სიგნალი იყო, რომ როგორ მოიწყინა ყველაფერმა. სოფო საკანდელიძე სკაიპით გაზრდილი შვილია. ეს ტერმინი საქართველოში ემიგრაციასთან ერთად გაჩნდა. ტოტალური უმუშევრობის გამო დედებმა შვილების გადარჩენის გზა დიდწილად ევროპაში იპოვეს. ქუთაისიდან ათენში წასული მშობელი ორმა შვილმა პირველად 7 წლიანი განშორების შემდეგ ნახა, რასაც წინ რთული გზა ჰქონდა. რიგში დგომა, მოსაკრებელი, საბუთების შეგროვება და ვიზის მოლოდინი. იყო შემთხვევა, როცა დედის სანახავად მომზადებული ორი შვილიდან ერთმა ვიზა ვერ მიიღო. ეს იყო რაღაც კოშმარული დღე, როცა იცი, რომ თქვა შენი დანახავს დედას და შენ ვერა. და მე ხალ კიდევ თავიდან იწყება ეს გზა, აქედან ჩასვლა თბილისში, იქ ლოდინი და გაგიმართლებს თუ არა და კიდევ ეს გზა. ეს ყველაზე დიდი თხოვნა, რაც ემიგრანტ შვილებს გვინდა ეხლა ამ ეტაპზე, რომ ეს არ უნდა გაჩერდეს. ეს არის ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია, იმიტომ რომ ჩვენ წლიდან წლამდე ამით ვცოცხლობთ, რომ შევხვდებით მშობლებს ევროპაში. 2017 წლიდან ვიზა ლიბერალიზაციამ ათეულობით 1000 ქართული ოჯახი გაამთლიანა. სოფო სამოქალაქო აქტივისტია, დედაც სასიკეთო ცვლილებების მომხრე ემიგრაციიდან. ბოლოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოვიდა, მაგრამ ხმა წაართვეს. ეს ის ქვეყანაა, სადაც გადარჩენილ შვილებს გვიმტყამენ, გცემენ, გვასამართლებენ და ციხეში გვსვამენ. ქვეყანა, სადაც შვილებს ემიგრანტი მშობლები დღესაც ენატრება. დედის წერილები რომ ამოალაგეთ ჩემოდნიდან თქვენი გამოსვლისას, იქ თქვით რომ აქ თავარი გზავნილებია ვიბრძოლებთ, არ დავნებდებით. ამას ეუბნებით დედას? დედაც მეუბნება ხშირად, რომ არ უნდა გავჩერდეთ და არ უნდა დავნებდეთ. მიხსენებთ ამბებს და რა დრო გასულა თურმე. ხო? მოგესალმებით. სკაიპით კომუნიკაცია დისტანციურად მობილურმა აპლიკაციებმა და სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა. უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ კი დედების შვილებს უფრო მარტივად, უფრო ხშირად შეხვდნენ. ეთერ ცომაიამ ევროპაშივე გაიცნო შვილიშვილი. წლები ვიყავი ჩაკეტილი და ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც ადამიანმა გადაიტანოს, რომ საკუთარი შვილების ნახვა ვეღარ შეძლო. ამ სისტემის შემოსვლის შემდეგ შევძელი, რომ ჩემი შვილები დიდი ხნის უნახავი შვილები ვნახე 7 წლის შემდეგ. აი ახლა დაკარგვის საფრთხე როა, ამაზე რას ფიქრობთ? რა უნდა ვთქვა, ამაზე მეტი ცუდი არაფერი შემიძლია გავიგონო. არ ვიცი და არც უნდა გაგონება. მე შეიძლება მოხდეს, რომ ქვეყანა ისე ჩაიკეტოს და ადამიანებმა ქვეყნის გარეთ დაცვა ვეღარ შეძლო. დედასთან ევროპაში ჩასული შვილი დღემდე იხსენებს იმ კულტურულ შოკსა და განსხვავებას ცხოვრების ხარისხს შორის, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს. ზუსტად ეს პროგრესია, რასაც ებრძვის ოლიგარქის რეჟიმი. ჩემთვის იყო დიდი განვითარება. ეს იყო უდიდესი ნახტომი. აქ ხო არ გახსენდებათ ივანიშვილის სიტყვების მაგალითად? არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის, რომ გაიხსნათ საზღვრები. და ყველა გადის გარეთ და ხედავს როგორ ცხოვრობენ სხვები. და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა. ივანიშვილს ალბათ სწორედ ამის ეშინოდა, იმიტომ რომ ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა ჩანაფიქრი, რომ ჩვენ რაღაცნაირად ვაკუუმში ყოფილიყავით, მაგრამ გაგვიმართლა, რომ ჩვენ გავედით ქვეყნის გარეთ და სწორად გავაკეთეთ შედარება და სწორად გადავაფასეთ რაღაცეები, იმიტომ რომ მე ახლა და ჩემს თაობას რა გაგვაჩერებს. თავისუფალი მიმოსვლა ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეების მხოლოდ ერთი ასპექტია. უვიზოს გაუქმების შემთხვევაში სეზონურ და დროებით სამუშაოებზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემოსავლისა და ოჯახების რჩენის პერსპექტივას დაკარგავს ათეულობით 1000 მოქალაქე. რეალობა ასეთია, საპირისპიროა ის, როგორც წარმოაჩენს მას რეჟიმი. ვიზა ლიბერალიზაციის არარსეობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად გაიზრდებოდა სამუშაო ძალა. სიღარიბეში იქნებოდა სიმშილის ზღვარზე ეს ხალხი. იმიტომ რომ ამ ხალხმა ევროპაში წასვლით უვიზო რეჟიმით ისარგებლა და ამოისუნთქა ოდნავ და ამოასუნთქა მათ ოჯახებს.
ალეკო ხარაბაძე ერთ-ერთია იმ ათასობით ქართველთან ერთად, რომელსაც ევროკავშირმა ოჯახის რჩენის შანსი მისცა. უვიზო მიმოსვლის პარალელურად შენგენის ზონის რამდენიმე ქვეყანამ, გერმანიამ, პოლონეთმა, ლიეტვამ, ესტონეთმა შექმნა სპეციალური მოკლევადიანი სამუშაო პროგრამები საქართველოს მოქალაქეებისთვის. გადიხარ უპრობლემოდ, ჩადიხარ დამსაქმებელთანაც კონტაქტი უფრო ადვილია, იმიტომ რომ სწრაფად ახერხებ ჩასვლას და სამუშაოს მეტი ადვილად შოულობ იქ. არჩევანი გაქვს სამუშაოს. ირჩევს საუკეთესო ვარიანტს, საუკეთესო პირობებით, გაძლევენ ბინადრობის უფლებას. შეგიძლია აი სამი თვე რაც აქვს უვიზო ყოფნის უფლება არ დარღვევის შემთხვევაში გაძლევენ პობიტუს, მაგალითად პოლონეთს მაგალითზე მე თქვენ გაჩვენებთ ახლა იქაურ ეგრეთ წოდებულ პირადობას პობიტუს, აი ეგ არის მაგათი საბუთი. ამას გაძლევენ 3 თვის გასვლის შემდეგ, რომ კონდეს საშუალება დარჩე ლეგალურად. ყველანაირად გიწყობენ ხელს, რომ შენ იმუშაო. და აქეთ ფული ვაგზავნოთ. ჩვენ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ წუთში. ალეკოს ვკითხეთ ოცნების პროპაგანდაზეც, რყვნის თუ არა ევროპა, ან ართმევს თუ არა უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ რამეს. არავინ არაფერს არ გართმევს, არც ქართველობას ვინმე გართმევს, არც ჩვენს ტრადიციებს ვინმე წაგვართმევს. მით უმეტეს ხო ლაპარაკი ზედმეტი ეგრეთ წოდებულ გაგებებაზე და ეგრეთ წოდებულ გალესბოსელებას და ასე ეგ არის აბსურდი. ომში ჩართვაზე. მით უმეტეს ეს არის სრული აბსურდი. არავინ არ ითხოვს ამას. უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების ეფექტი მისი ბევრი კომპონენტით აისახება ქუთაისზე. დაზარალდება მთელი ქვეყანა. დაკარგული სამუშაო ადგილები, კვლავ გახლეჩილი ოჯახები, ახალგაზრდები, რომლებიც გაცვლითი პროგრამების, ევროპული ცოდნისა და გამოცდილების სასარგებლოდ არჩევანს ვეღარ გააკეთებენ. ჩაიხერგება ხარისხიანი ჯანდაცვის მიღებისა და შესაბამისად გადარჩენის გზა. ამ შედეგებზე საუბრობს იაფი ფრენებით მოსარგებლე მგზავრიც და დამხვედრიც. ჩაკეტილი ვიქნებით კვლავ. როგორც ადრე. ვისი ბრალი იქნება? ვისი ბრალი იქნება და არასწორი პოლიტიკის. დღევანდელ ახალგაზრდებს მით უმეტეს ახლა თემზე რა ლაპარაკობ და ეს სჭირდებათ. სწავლის ამბავში, სამუშაოს ამბავში და ყველაფერში. ეჭვება, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ ეს ამდენი წლის მერე გაერთიანებული ოჯახები, ახალგაზრდები, რომლებსაც ახლა აქვთ ევროპის ქალაქების მონახულების პერსპექტივა და ევროპულ კულტურასთან თანაზიარების პერსპექტივა, აი ამ შანსს არ დაკარგავენ ამ მოვლენების გამო. ოცნება ამბობს, რომ არ არის ეგზისტენციალური. გიხდით, უნდა მე მგონია საკვარისათვი. არის ეგზისტენციალური. ქუთაისის აეროპორტი ამ ფორმით არსებობას შეძლებს თუ არა საეჭვოა სპეციალისტებისთვის. რუკაზე უკვე გაუქმებული მიმართულებებია. არასწორი პოლიტიკის, არასათანადო აქტიურობის, დასავლეთის მტრად გამოცხადების ფონზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო გულშემატკივრებს ვკარგავთ. განსაკუთრებულად მოქმედებს ბალტიისპირა ქვეყნებს. მათთვის აღარ ხდება საქართველოს საინტერესო, თუ ჩვენ იქნებით აბსოლუტურად დამოკიდებული რუსეთზე და განსაკუთრებით თუ მათ დახვდებათ საქართველოში ჩამოსულებს რუსი მასპინძელი, რუსი მეღვინე, რუსი რესტორატორი, რუსი სასტუმროს მფლობელი და რუსი კვების ობიექტის რა თქმა უნდა. რუსი ნაკლებად მხარჯველი ტურისტი ანაცვლებს ევროპელს. ესეც ტენდენციის ნაწილია, როგორ გამოიყურება რიცხვებში უვიზოს და მისი დაკარგვის ეფექტი. დღეს თუ 10 ადამიანი მოგზაურობს თავისუფლად ევროპაში, ამ 10-დან მხოლოდ შეძლებს უკვე 2 ან 3 ადამიანი იმ ვადების პირობებში მოგზაურობას ევროპაში. 2017 წლის სტატისტიკით 400,000 ადამიანი იყო მხოლოდ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთან ნაკადი. დღეს უკვე არის 1,700,000 ასული. მილიონ ადამიანს, მილიონ მგზავრს ქუთაისის აეროპორტი დაკარგავს მყისიერად პირველივე წელიწადს. ვიზა ლიბერალიზაციის სარგებლის ჩამონათვალი ვრცელია. რეჟიმი ცდილობს საკითხი მხოლოდ მოგზაურობის თემამდე დაავიწროვოს. თუმცა ლაშა ბერეკაშვილისთვის გასაოცარია, რატომ არის თუნდაც მოგზაურობის სურვილი დამაკნინებელი. რატო გახდა ეს დამამცირებელი, ვინმეს დამაკნინებელი, ან ხელის გასაშველი იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არსებობს რომ დაბადების დღე, ნათლობა, ოჯახის რაიმე ნიშნულოვანი ღირებული, ასე ვთქვათ, დღეობა ევროპაში არ გადაიხადონ, ევროპაში არ წავიდნენ. მათი ოჯახის წევრები იქ არ ცხოვრობდნენ, იქ არ იბადებოდნენ, იქაური პასპორტები არ ჰქონდათ მათ შვილებს. ანუ ეს ადამიანები კიცხავენ იმ გოგოებს და ბიჭებს, ვინც ეხა მოლარეებად ხედან, ან ბანკში, ან სხვა სუპერმარკეტის ქსელში, თეთრ-თეთრ აკოწიწებენ, რომ წელიწადში ერთხელ თავისუფლება მიცენ 3-4 დღით ევროპის რომელიღაცა ქალაქში წავიდნენ. რაც ნამდვილად დამამცირებელია ლაშას აზრით, ეს დაუსრულებლად იმაზე საუბარია, თითქოს ქართველ კაცს გათხოვებით ემუქრებოდნენ.
არავინ არ დაგხვედრია აეროპორტში, ან ქუჩაში არ გაუჩერებია და არ უთქვას, რომ შენ საქართველოდან ხარ და გთხოვს შეიცვალე ორიენტაცია და გააგრძელე შემდეგ გზა. თუ ადამიანებს თხოვენ ევროპაში რამეს, ეს არის პატიოსნება, ეს არის განათლების მიღება, ეს არის კვალიფიკაცია, სხვა სქესის შეცვლაზე და ორიენტაციის გამოცვლაზე და ასე შემდეგ ჯერჯერობით ამსმენია. ალბათ ის ადამიანები, ვინც ამაზე უფრო ბევრ საუბრობენ, შესაძლოა მათ კონდეთ ეს გამოცდილება. მოგზაურობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების გაერთიანება. ამ ყველაფერთან ერთად ოცნებას იმის გაუფასურებაც სურს, რაც ადამიანების სიცოცხლეს უკავშირდება. სწორედ აქ ჩანს საკითხის მთელი სიმწვავე. ეს არ არის ეგზისტენციური საკითხი ადამიანისთვის, ხო? ეგზისტენციური სამედიცინო დახმარება სჭირდება და ძალიან სასწრაფოდ გადასაფრენია ევროპულ რომელიმე ქვეყანაში. ყოფით ცხოვრებას არა, სამარცხვინო კი არა, ყოფით პრობლემებზე სჭირდებათ ხანდახან მოქალაქეებს. სამედიცინო დახმარება თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მიიღო, მაღალი ხარისხით, სხვა ქვეყნებიც არის ამის, ეს საერთოდ ცარიელიდან გამოწვეული ამბავია, ამიტომ ეს არის სპეკულაცია. მთავრობის წევრებო, რატო გვიჭრით იმ გზას, რომელიც სიცოცხლეს ესაჭიროება და სიცოცხლეს გვინარჩუნებს. გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ მარტო თქვენ არ ახათ არ ქვეყანა და ამდენი ხალხი რო გეღუპებათ, ამდენი ონკოპაციენტები 3 მილიონი ქვეყანაში, ეს ძალიან სირცხვილია. ლარისა ნაჭყებია, შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში ახალი სიცოცხლე დაიწყო. ონკოპაციენტი თბილისში ჩატარებული მძიმე ოპერაციებისა და ასევე მძიმე, თან თურმე არასწორი მკურნალობის შემდეგ საქართველოში უკვე საათებს ითვლიდა. შვილი თბილისში თავად კი საფრანგეთიდან გვიყვება, როგორ გადაარჩინა უვიზომ, რამდენიმე საათმა, ევროპულმა ჯანდაცვამ და სრულიად უფასო მკურნალობამ. რო არა საზღვარგარეთ წასვლა და შესაძლებლობები, დღეს დედა არ მეყოლებოდა ეს რაც 100%-ით ვიცი. არავის არ ეგონა რომ გადავრჩებოდი. ერთ-ერთმა ექიმმა ურჩია ჩემს ოჯახს, შვილებს, რომ მეც სასწრაფოდ წავეყვანეთ საფრანგეთში, მაგრამ საფრანგეთში ჩასვლას ხო უნდა ჯანი, ხო უნდა ამას ყველაფერი მობილიზება. ორ დღეში მოვახერხე დედის ჩაყვანა და 7 საათიანი ოპერაცია, რომელიც სიცოცხლე შეუნარჩუნა დედას და ხერხემალზე შეუძლებელი რაღაცა შეძლეს. ნამდვილად ღვთიური მანანა. ყოველი წამი არის ძვირფასი. რასაც თუ ეს კანონი შევა ძალაში, ვერც ერთი პაციენტი 100-დან ალბათ 2 თუ ჩააღწევს იქამდე, იმიტომ რომ დრო ფიზიკურად არ აქვს ამ პაციენტებს. არასწორი მკურნალობა, არასწორი ქიმიები, არასწორი ტაბლეტები, არასწორი გადანერგვა, რომელიც ჩემ ორგანიზმს არ ჭირდებოდა და ამის მოგერიება სხვანაირად შეიძლებოდა გამიკეთდა ეს ყველაფერი საქართველოში. ქიმიების დროს რაც ანალიზები კეთდება არ გვიფინანსდებოდა და ესეც რა თქმა უნდა ჩვენი ჯიბი დამოდიოდა. ან ფაქტობრივად ვიწეწებოდი საფრანგეთში დღეს დედას იმუნოთერაპია, რომელიც ერთი კურსი ჯდება 26,000 евро, მე 7 ჩაურტარდა გუშინ წინ. 26,000 евро, რომელიც კაპიკი არ გადაგვიხდია. მე მესამე თვეს ფეხზე დავდები და დღეს დამოკიდებლად შემიძლია გავლა. ჩემო მეგობრებო, ჩემო ონკოპაციენტებო, ნუ მიატოვეთ ბრძოლას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საქართველოში ონკოპაციენტები იბრძვიან სიცოცხლისთვის, ებრძვიან ბიუროკრატიას, უსამართლობას, გაუმართავ სისტემას. ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციები წლებია უშედეგოდ იმართება. ამ ეტაპზე მჭირდება სასწრაფოდ პეტი კვლევა. მისი ღირებულება მოგეხსენებათ არის 3,500 ლარი. მე გახდით კერძო დაზღვეული ჩემი მეუღლის სამსახურიდან და ჩემი მეუღლე რადგან წამოვიდა სამსახურიდან პენსიაში გავიდა, ეხლა დავრჩი ჰაერში ფაქტიურად, იმიტომ რომ საყოველთაო დაზღვევაზე გადასასვლელად მჭირდება დაახლოებით 1 თვე. ეს 1 თვე ჩემთვის არის კატასტროფა, იმიტომ რომ ყოველ დღე ჩემი დაავადება განიცდის რემისიას. მივყავართ ადამიანებს იმ დასკვნამდე, რომ დავტოვოთ ქვეყანა რატომ? იმიტომ რომ ვიცით, რომ უცხო ქვეყანაში და არაერთისგან გაგვიგია ეგ ინფორმაცია, ავადმყოფს ქუჩაში არ ტოვებენ. ძალიან ბევრისგან მქონდა ის რჩევა, რატომ აქამდე არ წახვედი, რატომ უნდა დაიღუპო თავი, რატომ უნდა ინერვიულო ამდენი, იმიტომ არ წავედი, რომ არ მინდა ჩემი ქვეყნის დატოვება. ბოლო საპროტესტო შეკრებაზე მისვლა ეკადოლიძემ ვერ შეძლო. ამ დროს ის კლინიკაში გადასხმაზე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შრომა გვიწევს მე და ჩემ მეუღლეს და არ ვიხევთ უკან არაფრისთვის, მაინც გვიწევს ადამიანების შეწუხება და ეს რის ფონზე? ჩვენი სახელმწიფოს ასეთი დაუდევარი გამოუსადეგარი ჯანდაცვის სისტემის ფონზე. ძალიან მძიმე თემაა და მადლობა ყველას იმისთვის, რომ გვერდით ესე დამიტეკით და მადლობა, რომ ესეც მაძლიერებთ და მამხნევებთ. ნუ თუ თითეული პოსტი, თითეული ადამიანის ეს ხმა არ მიდის ჩვენი ჯანდაცვის რომელიმე სისტემის წარმომადგენელთან, რომ
გაითვალისწინონ რა ტკივილს გავდივართ ჩვენ ადამიანები ამ დაავადებასთან ერთად. სამი შვილის დედა 8 წელია მძიმე სენსზე ბრძვის. ევროპაში სამკურნალოდ წასვლა ბოლო ნაბიჯად მიაჩნია. მანამდე სურს, რომ აქ არსებული უსამართლობა, უთანასწორობა გამოსწორდეს და აქაც გაიმარჯვოს სიცოცხლე.